საგზურებად ეხლა ესე ამათ იმაში ბრიტანეთის მუზეუმის დასათვალიერებლად ხო არ გაუშვებს. მაგათი საგზური ის არის რომ შეიძლება რაღაცა სადღაც ექნება ბუნაგი მოწყობილი და იქ გააფორმებს. სამარცხვინოა რა თქმა უნდა ეს ვირფასო მეგობრებო ეს არ არის სასაცილო. ეს ეყავთ ناقიდი რა. ეხლა აი ამ 30000 ლარათა აქვთ ناقიდი ეს ახალგაზრდა გოგონები ყავს ناقიდი ბატონ ელტონს, ჭყონიას, უпростоრად თემურ აკოფობს და გვარი დაიბრუნე შენი. ნუ იპარავ ამ ქართულ გვარშენა. შენა ხარ თემურ აკოფოვი და ნუ არცხვენ სომე ღერს. და ნუ იპარავ კარგ ქართულ გვარს ჭყონიას. არავით არის ჭყონია შენ არა ხარ დეგიცის თელმა თბილისმა. თელმა საქართველომ. მე არ ვიცოდი. მაგისი ძმა არის ბოლნიში და გვარად არის აკოფოვი. ეგიცის ყველამ. ხო და ეხლა რა ბოდავს ეგ ჭყონია. ხაზარაძეზეც იძახია. არ ვიცი ხა ხაზარაძე საერთოდ არის ხაზარების ნაშიერი რა. არ ვიცი მე გეუბნები ელტონ ჭყონია ეგრეთ წოდებულ ჭყონიას მიუმართავ რომ ნუ იპარავ კარგ ქართულ გვარს და ნუ ღალატობ ძველ ჩვენს მეზობელ დიდი კულტურის მქონე სომე ღერს ქვა ხართ აკოფოვი აკოფიანი და იყავით აკოფიანი არც ერთი აკოფიანი არ არის ჭყონიაზე მეტი და არც ჭყონია არ არის აკოფიანზე მეტი ხართ აკოფიანი და იყავით აკოფიანი ნუ იპარავთ ქართულ გვარს რა შეეხება ამ გოგოშკებს ელტონის გოგოშკებს აი არ ვიცი რა ეხა თქვენ რა გიწოდოთ არ ვიცი რა ეს ქაჯაია ესე იგი ისტერიკები გაუმართა ერთ კაცს რომ მამა ჩემიო გაგრაში დაიღუპაო და შენო და საქართველოს გმირიო და ჯო მამა შენი ღმერთმა აცხონოს მაგრამ ეხა მამა შენს რო გაეგო ნანუკა რომ შენ მამისტოლა კაცი 30000 ლარს გაძლევს რომ იმის შემდეგ მოიქცე ისე როგორც იქცევი ანუ გახდე ელტონის პუტანა რაჭკუაზე დადგებოდა იმ ავტომატს ხო შემოგიტრიალდებოდა აფსუებს რო ებძოდა და ხო მოგიშვებდა მთელ ჯერს და ჩაქცხრილავდა ადგილზე და იქნებოდი კიდევაც ჩასაცხრელი და მოსაკლავი ხართ სამარცხვინოები ხართ თქვენ სამარცხვინო ერთხელ ეს მოვიდა კაცო ეს გაფრინდაშვილი პრესკონფერენციას ვატარებდი დამიჯდა წინ ცოტა შემაღლებულ ადგილზე ვიყავი ისე დაჯდა რომ გეუბნები პრესკონფერენცია კინაღამ ჩამივარდა კაცო 1-4 კაცი მიჯდა გვერდით და წამოხდნენ ის ხან ახტებოდნენ რატო როგორ დაგი ნუ არ ვიცი ეხა იმას ვერ აღწერ მე იქ ისე დაჯდა ეს გოგო კაცო ნუ მე არ ვიცი რა ეხლა კაცები ვართ ყველანი და ეხა გასაგებია რომ ყველაფერი როგორც არ იწმევა ისე არ ითქმევა ესენი არიან პირდაპირ გეუბნებით რა ეგ სხვათა შორის ეს თემურ ჭყონია ადრე ამბობდა რომ ის ჩემი მეგობარიაო ის სააკაშვილის და მისი ძმების საერთო მოხმარების ქალი რო არის ის ხატია დეგანოიძე ადრე იმასთან არ დადიოდა ხელ გადახვეული ეგო ჩემი მეგობარიაო ახლა ამათ აძლევს ახლა ამ ნათიაბერიძეს ეუბნება გახდი ჩემი მეგობარიო და შენც მოგცემ 30000-ო და ნუ არ ვიცი ახლა აი მეტი რაღა უნდა თქვას ბატონო ნიკოლოს კაცმა ესე იგი ფაქტობრივად ეს არის ტელეპორტელებს იმიტომ ფაქტობრივად ესე იგი ვის შეკვეთას თან აღიარა თავი მე სხვათა შორის ამ ნანუკა ქაჯაია გამოვიდა და მე არაფერი არ მოუციო კაცი აგერ იძახის ხო თუ არ მოუცია აბა რატო იძახის აგერ თახაც დაასახელა 30000 არც მეტი თან როგორ არი ვალუტა ის დოლარი ხო თამაშობს გესმით და 30 უთხრა რომ დესიტიში იყოს რა არ დააკრდეს დესიტიში დოლარს 30 დოლარის თამაშობს ესენიც ათამაშებენ და არის ერთი ზედახორა ვიცი აი საცხაული არა ვერ გავიგე ისეთ აი გულუხვი კაცი არის არა რომ ეს ვერ დაუკარგავ მას რომ ესე იგი თავის არა გულუხვი არ არის უბრალოდ ეხა რაც ახალგაზრდობაში დააკლდა იმას ამ სიბერეში ისრულებს ეთქობა მაგრამ ბატონო ელტონ თქვენ ეხლა ტრანკვილიზატორებს ან რაღაცებს ღებულობთ ალბათ ამაჩქარებლებს და ამან 1-2 კაცი ვიცი ერთი-ორი კაცი ვიცი აი ისე გარდაიცვალნენ რომ კუბოს თავი ვერ დაახურეს რა და თქვენც ისე და თქვენ ახლა ხო და თქვენც ისე არ
გაგისტუმრონ მაგაც, მაგ ქაჯაია. არა, ვერ, ამდენ ახალგაზრდა ქალბატონის გაძლება ძართდელი არის. თან ენერგიული ქალბატონი ძართდელი არის და მე არ ვიცი ხლა მაგარი მალინკი გიგანტ ბალშოვა სექს ალბათ არ ვიცი ხლა. არ ვიცი ხლა. მე ერთი რამე შემიძლია ვთქვა რომ ხალხო ასე ღიათ მაინც ნუ გამოიტან თქვენ რაღაც პირად ცხოვრებას. ცოტა რაღაცა დახურული მაინც გახადეთ ეს ყველაფერი. არა ეს რო ესე ეხა 30000 კიდე რასაყოლებს კიდე ხვაზე ხო წარმოგიდგენია სოფო ელტონოვნა რო გაიგებს ეხლა ამ ამბავს და ამათ როთმებით დაიტრებს. ჩემთვის არ მოგიწია მაგდენიო და იქ რა ამბავე იმას სააკაშვილი აძლევდა სამაგიეროდ. ნუ ბარი-ბარში არიან რა.